რას მოითხოვთ იმისთვის, რომ მაესტროს მაუწყებლობა ჩაიგდო? არაფერი, უბრალოდ უნდა მომართვა იყოსო ჩვენ კომუნიკაციებში გვითხრეს და მოგმართონ რა ჯიბზედგანა. მოგმართონ და ჩავთოთ. ტევეცხრა მოგმართა ჩავთვეთ, არ არის არანაირი პრობლემა და მაგანაც გააკეთოს მომართვა, ხო შეიძლება რომ მოგმართოს და ჩავთავ. ამბობს ხელმძღვანელი, რომ არ არის საჭირო მომართვა. კაცო, ჩვენ კომუნიკაციებმა გვითხრეს, რომ უნდა მაღაზია ვიყავით ჩასული თბილისში და კარგად გავიგე, უსმენდი, ყრუ არა ვარ. კაცი თვითონ გამოვიდა და თქვა ყურაშვილმა, რომ უნდა იყოს მომართვა და არ არის ეს მომართვა და რა ვუყურთ, თორე ჩამოეთვალა ტევეცხრას მომართვა, დამხვდა და ჩავთერ, ხო პრობლემა ხო არ იყო. ოფიციალურად უთხოვენ დოკუმენტებში. ნუ ესე გვითხრეს ახლა, იცით რა, ვიყავი და ეგრე გავიგე მე ახლა. იმის მერე აღარ დაუბარები ვარ და როგორც გავიგე, ისე ვაკეთებ, ხო? რატო ტევეცხრა თუ ჩავთე, მე ჯინი კი არ ამჭირს მაესტროს. ჩვენ გამოზახებულები ვიყავით ორჯერ მარეგულირებულ კომისიაში და იქაც იყო ლაპარაკი, რომ მეცხრე ხზე არ იყო ლაპარაკი. ლაპარაკი იყო მაესტროზე, რომ რაღაც აგვიანებს დირექტორიო, მეცხრე არის მაესტროსიო. წერილს მოწერასო. იქ ხო ეს რუსამას გადაიღო, პირველ არხმას გადაიღო, ეს ხო საიდუმლო არ არის ეს, ხო სწორია. და ჩვენ ახლა ველოდებით, რომ უბრალოდ წერილის მოსვლა და ჩართვა ერთი იქნება ესე იგი ტელევიზიის. მარეგულირებელიც ამბობს თვითონ, რომ ვალდებულია საკაბელო მაუწყებელი, რომ გაავრცელოს. ესე იგი, ეგეც სიტყვიერად იყო ნათქვამი და ისიც სიტყვიერად იყო ნათქვამი. ჩვენ წერილობით არაფერი არ მოხსული ასეთი რაღაცა, რომ აუცილებლად ესე იგი უწერილოდ ჩართეთ. ხო იყო ესე იგი გვირეკავენ იქიდან, რომ წერილი მოგივიდათ, არ მოხსულია წერილი. წერილი მოგვიდა მეცხრე არხიდან, ის მეცხრე არხიდან ჩავთეთ. და რა წერია იმ დოკუმენტებში? ნათლად წერია, რომ წერილი საფუძველზე უნდა ჩართოს? კი, აგერ ჩვენ ხომ მოგვიდა მეცხრე არხიდან წერილი. წერიაში, რომ ჩართეთ მეცხრე არხი და ჩავთეთ. თქვათ ისე, რომ ჩართოთ წერილის გარეშე, მაგ შემთხვევაში რა ხდება? რა უნდა მოხდეს, არ ვიცი, არაფერს არ მოხდება, რა მოხდება, მაგრამ მაინც ესე იგი დოკუმენტი საჭიროა რომ გეტოს დოკუმენტი, ხო სწორია? რამე საშიშროებაა? არა, საშიშროება რა უნდა იყოს, არაფერი არავის ეწოლა არ ქონია, არც არავის არაფერი არ უთქვია ჩვენთვის, მაგრამ ერთი წერილი რა გახდა რომ მოგწერონ ეს წერილი და იმ წუთში იმ დღესვე ჩავთავთ. არაფერი პრობლემა არ იქნება. რა პრობლემაა წერილის მოწერა? მარეგულირებელი რას გეუბნები? მოკითხება დაგირეკეს, არ დაგირეკეს წერილი მოგივიდა. ჩართეთ თუ არა, არავის არაფერი არ უთქვია და არ ავთავ. და რო ჩართოთ რა პრობლემა? არაფერი პრობლემა არ. რო ჩართეთ? ჩავთავ. როდის? ახლა მეუნები თქვენ და დღესვე ჩავთავ. დღესვე შეგიძლიათ ჩართოთ მაესტრო? წერილი გჭირდებათ ამისთვის? даже სიტყვიერად გეტყვიან ჩავთავ. სიტყვიერით საკმარისია, ხო? როგორც ჩანს, ბორჯომის რეგიონში საკაბელო მაუწყებლებს განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აყოლებენ, ატყუებენ და შეყავთ შეცდომაში, განსაკუთრებით მარეგულირებელ კომისიას შეყავთ შეცდომაში, რომ თითქოს მე რაღაც წერილები უნდა მიმეწერა ჩართვასთან დაკავშირებით. ესე არ არის, ეს მარეგულირებელმა კომისიამაც კარგად იცის, რომ მე არაფერი წერილი არ უნდა მიმეწერა არც ერთი საკაბელო მაუწყებლისთვის. უკვე დაახლოებით 100 საკაბელო მაუწყებელმა ჩართო ისე რომ არც ერთისთვის არ მიმეწერია. რაც შეეხება ბორჯომის საკაბელო ოპერატორის ხელმძღვანელობას, ვარწმუნებ, რომ არანაირი წერილი არ არის საჭირო ჩემგან. კეთილინებო და ჩართონ და თუ რამე სხვა ზეწოლა მათ მიმართ რომ არ ჩართონ ტელეკომპანია მაესტრო, მაშინ თქვან ეს და მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია ვისი მხრიდან არის ზეწოლა. იცით როგორ არის, თავიდან შეცდომაში უნდა შეყვანა მაუწყებლების მარეგულირებელ კომისიას და დაიწყო სიცრუე და გვეუბნებოდა თითქოს რაღაც წერილი უნდა მივწეროთ, მაგრამ ჩვენ სპეციალურ შეხვედრაზე დავამტკიცეთ, რომ კანონში არანაირი მოთხოვნა წერილის არ არის. აქედან გამომდინარე, ყველა ვალდებულია რომ ჩართოს და მარეგულირებული კომისიას დაგვეთანხმა, რომ არანაირი წერილი საჭირო არ არის. არც ერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ არსებობს, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ რამე წერილი ან დეპეშა უნდა მივწერო რომელიმე საკაბელო მაუწყებელს. კეთილი იქნება და ჩართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოვეთხოვთ კანონის მიხედვით მათ სანქცირებას. თუ საკაბელო ოპერატორს სურს, რომ ჩართოს ნებისმიერი საერთო ლიცენზიის მფლობელი მაუწყებელი ამ წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ მას შეუძლია ეს გააკეთოს დაუკითხავად, ასე ვთქვათ, იმ მაუწყებლისგან არ მოიპოვოს ნებართვა, რომ ჩართოს. ანუ შეუძლია და მაუწყებელს თავის მხრივ არ აქვს უფლება, რომ ამაში გარკვეული თანხა ან
ანაზღაურება მოსთხოვა საკაბელო. და საკაბელო ოპერატორმა თუ უარი უთხრა, აქვს ამ უარის თქმის უფლება? უარის თქმის უფლება არ აქვს არც ერთ საკაბელო ოპერატორს.